როცა მიმიყვანეს ავერსის კლინიკაში, ძალიან ძლიერი სისხლდენა მქონდა. და ძალიან ცუდად ვიყავი. მე გადარჩენის ვარიანტი აღარ იყო თითქმის, ყველა ასე ფიქრობდა. დრამატულად განვითარდა ეს ისტორია. სისხლძარღვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ჰქონდა ინფექცია ჭრილობის, მარცხენა საზარდული მთლიანად დაჩერქებული იყო და ატყდა სისხლდენა მაგისტრალური არტერიით. ხალხს გრძნობდი ძალიან ცუდად, ფეხი საშილად გიოდა, ოპერაციები იყო რა, შემოქმედა არაფერი იმ ოპერაციამ. ერთმა იქამდე მიმიყვანა ბატონი კახა მაჩვენა. შევხვდი მართლა გადამრჩენელს ჩემსას. ეს იყო სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო მდგომარეობა. ჩვენ შევცელით, რომ ეს სისტემა შეგვეჩერებია, მაგრამ ინფექციის გამო ესეთი კიდური ყოველთვის იკვეთება. ანუ უნდა გაგვეკეთებინა ამპუტაცია. რაზეც პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. მე არ დავთანხმდი, იმიტომ რომ არ ვარ ხანში შესული ისეთი სიცოცხლე მიყურია და მინდოდა რომ გადარჩენილიყო ორივე ფეხით მეოლო. თქვა რომ მე მზად ვარ გავიკეთო ნებისმიერი თუნდაც ექსპერიმენტული ოპერაცია გართულებებზე ყველაფერზე თანახმავარ, ოღონდ იქნებ რაღაც შანსი მივცეთ კიდურს და ეს კიდური შემრჩეს რა. დავსხედით გუნდი, გავიარეთ ეს საკითხები ყველაფერი და ნამდვილად რაღაც ექსპერიმენტულ ოპერაციაზე შევჩერდით. ეს არის ძალიან ორიგინალური შუნტირება, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში პირველად გავაკეთეთ. და ისეთი დიდი გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყანაში ამ ოპერაციამ. გაამართლა მისმა გადაწყვეტილებამ, არც არავის არ ეგონა, რომ მე ჩემი ფეხით გამოვიდოდი იქიდან, მაგრამ უცხო იყო თუ ნაცნობი თუ უცნობი, ყველას ეგონა, რომ მე უკვე ცუდად მქონდა საქმე, მაგრამ აგერ მიყურებ თუ ძალიან კარგად რომ ეხავს 5 წლის მერე. 5 წლის წინ ოპერაციები პაციენტი დღეს იყო შემოწმებაზე, ეგრეთ წოდებულ ჩეკაპზე და ნახეთ, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვს ჩვენს მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ექსპერიმენტულ ოპერაციას და პაციენტის კიდური ფუნქციონირებს ნორმალურად და თავარი მიზანი მიღწეულია ამ შემთხვევაში. 5 წლის წინ, როცა ჩემი სიცოცხლე ვანდე ბატონ კახა ქუნთელიას და ავერსის კლინიკას, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება.